ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან. მოსწავლეებმა, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ 9 კლასს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და ჩააბარონ გამოცდების ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. მსახურები საქართველოს. იმიტომ რომ თავიდანვე ჩაყრილი საფუძველი, სწორი საფუძველი, იმისათვის რომ ჩამოყალიბდეთ სწორ მოქალაქეებად, ჩამოყალიბდეთ მომავალ ოფიცრებად, ძლიერ ოფიცრებად, ზუსტად ამის გასაძლიერებლად მუშაობს თითოეული ჩვენთაგანი. და მერწმუნეთ, რომ ამ შედეგებით იამაყებთ თქვენს, როდესაც დაამთავრებთ ამ ლიცეუმს. და ეს ლიცეუმი თქვენი ცხოვრების განმავლობაში იქნება განსაკუთრებული როლის მატარებელი, იმიტომ რომ როგორც პიროვნებები, როგორც მოქალაქეები, თქვენ იქნებით გაცილებით უფრო ძლიერები, გაცილებით უფრო მყარით საკუთარ განათლებაში და გაცილებით უფრო მზად ნებისმიერი გამოწვევის გადასალახად. სამხედრო ლიცეუმში სწავლა ახალგაზრდებისათვის არის პატივი და ამავდროულად პასუხისგებლობა. წლების განმავლობაში მიღებულ შედეგებზე დაკვირვებით და ამ შედეგების გათვალისწინებით ჩვენ გვყავს პასუხისგებლიანი ახალგაზრდები, რომლებიც აქ ამ კედლებში ყალიბდებიან ღირსეულ მოქალაქეებად და ქვეყნის დამცველებად. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი არ მხოლოდ ვაჟებს, არამედ გოგონებსაც აძლევს საშუალებას გამოიმუშაოს ისეთი უნარჩვევები, როგორც არის დისციპლინა, მეგობრობა, გუნდურობა, ლიდერული უნარჩვევები, რაც ვფიქრობ, ყველა ადამიანს მომავალ პროფესიის არჩევაში და შემდეგ პროფესიის განვითარებაში ძალიან დაეხმარება. გვამაყობ, რომ ამ ღონისძიებას უკვე 3 წელია ვესწრები და ვარ კადეტი. მე მჯერა რომ კადეტთა ლიცეუმი შექმნის ჩემ ნათელ მომავალს და ყველანაირად მომცემს იმის საშუალებას, რომ მე ჩემი დადებითი თვისებები გამოვიყენო იმისთვის, რომ მე ვებსახურო ჩემს სამშობლოს. მე დღეს ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ძალიან მიხარია ჩემმა შვილმა ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო. ჩვენ სამხედროების ოჯახი ვართ. ღია კარის დღეზე რაც ჩვენ აქ საკუთარი თვალით ვნახეთ, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავით, მეც კი ვნატრო ბავშვობაში დამავრუნა რომ ეს გამევლო ეს გზა, მეც სამხედრო ვარ და ბედნიერი ვარ ჩემმა შვილმა ჩვენს დიდ ოჯახში რომ შემოდგა ფეხი.